ბავშვთან მიმართებაში განსაკუთრებით საშიშია, იმიტომ რომ ბავშვის ტვინი არ არის ჩამოყალიბებული. ღირს ეს პროგრესი ამ ხელასაფასურად მე თუ ჩემი ტვინის უბნები დავთმე, გემბლინგს ავდარებენ ხოლმე ზოგჯერ სოციალური ქსელისადმი დამოკიდებულებას. რატომ? არამც თუ დოფამინის რაოდენობა ვარდება მკვეთრად. იქ უკვე იცლება თავის ტვინის ბიოქიმია, იმიტომ რომ ამოდის კორტიზოლი. ტელეფონთან და სოციალურ ქსელებთან მიმართებაში კონტროლის განცდა აქვს დაკარგული. ღამის ძილის დარღვევა თავიდან ბოლომდე ზრდის ჰორმონთან არის დაკავშირებული. მე მართავ სოციალური ქსელი თუ მე ვმართავ მას. შეგრძნება დროის დაკარგულია, როდესაც ონლაინ ხარ. დოფამინი არის მოლოდინის მდგომარეობა. ბავშვმა იმაზე ადრე თუ ნახა სექსუალურ შინაარსის კონტენტი, აქედან გამომდინარე, რა რაოდენობის ესეთი ტვინის ხალხობი ინფორმაცია შეგხვდება, უკვე თავიდან ბოლომდე მშობლის პასუხისგებლობაა და ბავშვის პასუხისგებლობა. სოციალურ ქსელს დასასრული არ აქვს. ჩემთვის ალგორითმი დღეს ასრულებს გახლეჩვის ფუნქციას. ჩვენ ხარ ტელეფონმა მოგცა შესაძლებლობა მარტოობის განცდას გავექცეთ. ოღონდ ეს ფსევდოა. გამარჯობა მეგობრებო, ეთერში გადაცემა აპოლიტიკური კოდი YouTube პლატფორმაზე მისმინე, გამოგყვებით YouTube-ზე და სოციალურ ქსელებში და დღეს ზუსტად სოციალურ ქსელებზე ვისაუბრებთ, Facebook-ზე, TikTok-ზე, სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულებაზე, დოპამინის ციკლზე, ნეირომეცნიერებზე და ასე შემდეგ. ვისაუბრებთ ფსიქოლოგ ელენე ჯაფარიძესთან, ძალიან დიდი მადლობა მომბრძანებისათვის. და რავი, დავიწყოთ, რას გვეტყვი სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულებას, მათ შორის ახლა შენ აღნიშნე, რომ შენც კი გეტყვა რომ დამოკიდებული ხარო, ხო, აი, ტელეფონი. გამარჯობა. ხო, მე მგონი დამოკიდებულება უფრო ხშირია ვიდრე ის, რომ ვიღაცა არ იყოს დამოკიდებული და ძალიან მიკვირს ხოლმე, როცა ადამიანს ხვდები, რომელსაც არ აქვს ესეთი რაღაც ძალიან ძლიერი ატეჩმენტი ტელეფონის მიმართ, იმიტომ რომ ეს ჩვენმა ყოველდღიურმა ცხოვრებამ მოიტანა. ფაქტობრივად შეუძლებელია. პროგრესის ნაწილია კი, მაგრამ მან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბევრი რაღაცა, რომელსაც ჩვენ არ ვუკვირდებით, ცოტა უფრო მეტად ამოვწიოთ გაცნობიერების ნაწილში და უფრო მეტი კონტროლი დავიბრუნოთ, იმიტომ რომ მე რასაც ვუყურებ, ხო, თანამედროვე ადამიანს ფაქტობრივად ტელეფონთან და სოციალურ ქსელთან მიმართებაში კონტროლის განცდა აქვს დაკარგული. აი დამოკიდებულება ეგ არის ზუსტად, როდესაც შენ ვერ აკონტროლებ რამდენ დროს ხარჯავ ტელეფონში, სოციალურ ქსელში და ეს დრო ხოთან ქრება, რაღაცა გონია რომ 5 წუთი იყავი და დღის ბოლოს რომ ამოწმებ, აი რომ შედიხარ რამდენი საათი გაატარე, შეიძლება შოქში ჩავარდე. საერთოდ არ განიცდება როგორც ის რომ 7 საათი, 8 საათი, 13 საათი ბავშვების შემთხვევაშიც ეგ არის, რომ დრო არის შეგრძნება დროის დაკარგულია, როდესაც ონლაინ ხარ. ერთადერთი გადადებ მაშინ, როდესაც იღლები. ამიტომ ჩემთვის პირადად ეს თემა ძალიან ახლოს არის, იმიტომ რომ მოვიტყუები რომ ვთქვა რომ მე არ ვარ დამოკიდებული, განსაკუთრებით უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში, რასაც ვუკავშირებ იმას, რომ საქართველოში მიმდინარე სიტუაციამ ძალიან შემიწყო ხელი, რომ კიდევ უფრო მეტად დამოკიდებული გავხდა და რას გულისხმობ. სიამოვნებაში სოციალურ ქსელს როცა ვუყურებთ, ხო, და როცა ვლაპარაკობთ სოციალურ ქსელზე, შეკითხვა ესე არ უნდა დაისვას, რომ მაგალითად როგორ გავუმკლავდეთ დამოკიდებულებას. ძალიან ზედაპირულია. ნუ გეტყვიან, რომ გადადე ტელეფონი, არ შეგიძლია გადადება, იმიტომ რომ ძალიან ბევრ რაღაცას კარგავ. ანუ რაღაცის მიღმა აღმოჩნდები, მით უმეტეს ისეთ სტრესულ გარემოში, სადაც მართლა ყოველდღე რაღაცა უბედურება ხდება და გინდა არ გინდა შენ ტვინს სჭირდება ინფორმაცია იმისთვის, რომ უფრო მეტად დაცულად იქნოს თავი. და მე რა ხდება აი ამ წრეში ვარდები, სადაც შენ იღებ ინფორმაციას, რომ მე ვიცოდე რა ხდება, რა არის შემდეგი ნაბიჯი, თითქოს და ვიყო დაცული და სინამდვილეში ტოქსიური ნეგატიური ინფორმაცია მოდის და ამით კიდევ უფრო მეტად ხდები დავინძურებული ერთის მხრივ. და მეორე კიდევ უფრო მეტად ხდები დამოკიდებული. რატომ? სოციალურ ქსელში არ არსებობს თავი და ბოლო. ანუ შენ რო შედიხარ, იქ არ არსებობს სასრული. ანუ ულიმიტოა, ხო, სკროლვარი რო წარმოიდგინე, გინდა TikTok-ი აიღო, გინდა Instagram-ი აიღო, გინდა Facebook-ი. ულიმიტოა, ანუ არ არსებობს, რომ იყოს რაღაცა პოსტი, რომელიც არის საბოლოო.
და ადამიანს ევოლუციურად როგორ აქვს, რომ ადამიანს სჭირდება საწყისი, ადამიანს სჭირდება შუაში პროცესი და ადამიანს სჭირდება სასრული. ანუ რა დავუკვირდეთ, აბსოლუტურად ყველაფერი ჩვენს ცხოვრებაში ამ სამი ეტაპით არის განპირობებული. ანუ გინდა იყოს ეს ზღაპარი, რომელიც იწყება და მთავრდება, გინდა იყოს ეს ფილმი, რომელიც იწყება და მთავრდება, გინდა იყოს გაკვეთილი, რომელიც იწყება და მთავრდება, გინდა იყოს სკოლა, უნივერსიტეტი, ანუ ყველაფერს აქვს დასაწყისი, შუა და სასრული, მათ შორის ურთიერთობებს, კონტაქტს რეალურს ადამიანებთან, ანუ მოვედი, საუბრობთ, მივალთ რაღაცა შუაში და შემდეგ მე და შენ დავემშვიდობებით ერთმანეთს და დასრულდება. სოციალურ ქსელს დასასრული არ აქვს. ეს არის ფენომენი, რომელიც ფსიქიკას არ შეუძლია მიიღოს. და თითქოს ელოდება პერმანენტულად, რომ დადგება სასრული იმისთვის, რომ შენ ადგე და გადადო, მაგრამ გადადება ტელეფონის იქნება თუ ჩაკეცვა ლეპტოპის. ხდება არა იმის გამო, რომ დასრულდა და მე მივიღე რაღაცა ინფორმაცია, გადავამუშავე, დავღეჭე და დავნაყრდი. არამედ იმიტომ, რომ გამოვიფიტე. იმდენად სწრაფად ხდება თვითონ კონტენტის ცვლა, რომ ჩვენს ტვინს ამის აღქმის უნარიც კი არ აქვს, იმ სისწრაფით ხდება სხვადასხვა ტიპის კონტენტის, ხო, ცვლა. და ინტერესი არის ძალიან მაღალი ამის მიმართ, იმიტომ რომ ნახე, რა იქნება შემდეგი, ასე მოწყობილი ადამიანის ფსიქიკა, ადამიანს ყოველთვის აინტერესებს რა იქნება შემდეგი. და მთელი დოფამინის სისტემა ამაზეა მოწყობილი. ადამიანებს გონიათ, რომ დოფამინი არის მხოლოდ სიამოვნების ჰორმონი. ეს ძალიან ზედაპირული განმარტებაა დოფამინის. დოფამინი არის მოლოდინის მდგომარეობა, სადაც სიამოვნება განპირობებულია არა იმითი, რომ მე მხოლოდ ჯილდო მივიღე, არამედ იმითი, რომ მე მოლოდინში ვარ, რომ ჯილდოს მივიღებ, რომ ძალიან დიდი სხვაობაა. პროცესში ვარ ეგზალტირებული აი იმ ჯილდოს მოლოდინში. და ნახე სოციალური ქსელი როგორია, აი კაზინოს გავს. მე არ ვიცი შემდეგი რა იქნება და ჩემი ფსონები მაქვს სოციალურ ქსელში, ეს კაზინოს მომენტს რო შევადაროთ, ხო? აი გემბლინგს ავდარებენ ხოლმე ზოგჯერ სოციალური ქსელისადმი დამოკიდებულებას. რატო? იმიტომ რომ შენ არიცი ვინ დაგაშეარებს, რამდენი შეარი გექნება, შენ არიცი რამდენი ლაიკი გექნება. შენ რო ფსონს დებ კაზინოში, ელოდები ჯილდოს, შენი ფსონი Facebook-ზე იქნება თუ Instagram-ზე იქნება თუ TikTok-ზე არის, შენი დადებული კონტენტი და პერმანენტულად შენ გაინტერესებს ამ კონტენტს რა ტიპის მოწონება აქვს. რამდენმა მოიწონა და შენ კონტენტს და მათ შორის ძალიან ხშირად ჩემს კონტენტსა და ჩემს თავს შორის არ არის ხოლმე გამიჯვნა და რაღაცნაირად ადამიანები თავის კონტენტს თავის იდენტობად აღიქვავენ, აფასებს გარედან შემოსული რაღაცა კონკრეტული შეფასებათა სისტემა, ეს იქნება ვარსკვლავი, ეს იქნება შეერი, ეს იქნება უკუკავშირი თუ ეს იქნება ლაიკი. ეს ყველაფერი იწვევს ძალიან დიდ მოლოდინს. ანუ ააქტიურებს თავის ტვინში იმ სისტემას, რომელიც არის თავიდან ბოლომდე ჯილდოს მოლოდინზე ორიენტირებული. და ნახე ხა დოფამინი როგორ მუშაობს. მე თუ მივიღე ჯილდო, რომელიც არის იმაზე უკეთესი, ვიდრე ჩემი მოლოდინი იყო, დოფამინი აუცილებლად გადმოიტყორცნება დიდი რაოდენობით. ან მოულოდნელობაა. მე თუ მივიღე ისეთი ჯილდო, რომელიც, ვიცი, აი მოლოდინი მქონდა და დიდი არაფერი. მაშინ ის შენარჩუნდება იმ დოზით, რა დოზითაც მქონდა მანამდე თავის ტვინის ქიმიაში. და თუ მაგალითად არ მივიღე ჯილდო, ან წამოვიდა თქვა ნეგატიური ეს რა ქვია, უკუკავშირები Facebook-ზე, რაღაცა რომელიმე ქსელში, ხო? მაგ შემთხვევაში არამც თუ დოფამინის რაოდენობა ვარდება მკვეთრად. იქ უკვე იცლება თავის ტვინის ბიოქიმია, იმიტომ რომ ამოდის კორტიზოლი, ანუ კორტიზოლი, რომელიც არის სტრესის ჰორმონი. კორტიზოლი ისედაც გამოიყოფა, იმიტომ რომ ეს ცისფერი განათება, რომელიც აქვს ეკრანზე, კომპიუტერისასაც და ტელეფონისაც. და თვითონ ეს მდგომარეობა, როდესაც თვალწინ მიდის მთლიანად მთელი ამ კონტენტის სკროლვა და შენ გონია რომ რაღაცა წაიკითხე, მაგრამ სინამდვილეში შეიძლება მთელი ტექსტიდან პირველს და ბოლოს შეხედე და შენმა გონებამ აწყო საერთოდ იმ ადამიანის სათქმელი და არა ის რეალურად გაიაზრე, რაც იმას უწერია, ხო? ასეთ დროს ისედაც ალბათობა იმისა, რომ კორტიზოლი ძალიან დიდი რაოდენობით გამოიყოს თავის ტვინში ძალიან მაღალია.
ძალიან მაღალია. ეხლა რას გვიშვება ეს? კორტიზოლი თავიდან ბოლომდე ჩემს გამოფიტვაზე ორიენტირებული. თავიდან ბოლომდე მფიტავს, თავიდან ბოლომდე მღლის, თავიდან ბოლომდე იმაზე ორიენტირებული, რომ მე თავი ცუდად ვიქნო, ანუ სტრესულად ვიყო, დაძაბული ვიყო, დავითრგუნო. ამას ემატება კიდევ შინაარსი, რა თქმა უნდა, და შემდეგ მე ამ ტელეფონს ვიშორებდებ, იმიტომ არა, რომ მე დავნაყრდი, იმიტომ არა, რომ აქ რაღაც დასრულდა, იმიტომ რომ დავიღალე. და მე შევდივარ მეორე წრეში, ცოტა ხანი დავისვენებ და მე შევდივარ ისევ მეორე წრეში. ჩემი ფსონი პერმანენტულად იდება, ყურადღება. ყურადღება იმაზე, ვინ რას დებს და ყურადღების სურვილი მე რო ვდებ, ვინ რას მიბრუნებს, ხო? ანუ ერთგვარი ყურადღება არის სოციალური ქსელის ერთგვარი ვალუტა. და სხვაობა რა არის, იცი რა, თქვა კაზინო არის სტიგმატიზირებული, ხო? გემბლინგი არის სტიგმატიზირებული, რომ ეს არის დამოკიდებულება, ეს არის ცუდი ადამიანი, აქ ვიცი, აგებს ძალიან დიდ თანხას და აქ ყველაფერი ძალიან ცხადია. მაგრამ ამ შემთხვევაში სოციალურ ქსელთან დაკავშირებით ნორმალიზებულია, რომ შენ ძალიან დიდი დრო გაატარო სოციალურ ქსელში, ნორმალიზებულია, რომ არ ვიცი, მე შენ პერმანენტულად გქონდეს სურვილი ვიღაცებისგან მიიღო უკავშირები და ასე შემდეგ. და ის რა ფასადს შენ იხდი, ამაზე საუბარი არ არის, იმიტომ რომ ყურადღება მარტო ის კი არ არის, რომ მე ჩემი ყურადღება ვირტუალურ სივრცეში დავხარჯე. ყურადღება არის ასევე ის, რომ მე რაც უფრო დიდ დროს ვხარჯავ სოციალურ ქსელში, აი ამ სწრაფად მიმდინარე სკროლვისას, მით უფრო მიბლაგდება კონცენტრაციის უნარი. მით უფრო მიჭირს შემდგომ რეალურად ვიყო ყურადღებიანი. ანუ საკმარისი დრო დავუთმო რეალურ ცხოვრებაში ისეთ რაღაცებს, რასაც ადრე ვუთმობდი. აი არ შეგიმჩნევიათ, მაგალითად არ ვიცი, ახლობლებდა თუნდაც როცა იძახე, რომ ვეღარ ვუყურებ ფილმებს. Short attention span რაც არის, ხო? ზუსტად. და მეხსიერება არის მეორე. როგორ შეიძლება რომ მე შევძლო, რაც წავიკითხე ყველაფერი ის დამიმახსოვრე. ანუ ეგ ეხლა რაც შევეგ საინტერესოა Netflix-იც კი უკვე ფილმებს უშვებს ამ მომენტის გათვალისწინებით. Netflix-ი ზოგადად ალგორითმებზეა აგებული და მალევე დაუშვათ Netflix-ზე რო ერთ 3 კინო ნახო, მე გიგდებს რაღაც იმ სტილისტიკის ფილმებს და ასე შემდეგ და ამასთანავე Matt Damon-ს და Ben Affleck-ს აქვს ახალი ფილმი The Rip. ესე ქვია რა, ფერისით განსაკუთრებული უკეთესი ფილმებიც ქონიათ, მაგრამ Ben Affleck, Matt Damon-მა ეს რაღაც თქვა, რომ პრაქტიკულად მობილური ტელეფონისთვის იღებდნენ ფილმს რა და ფილმის ფაბულის ან სიუჟეტის ამდენჯერმე გამეორება უწევდა ლამის სიტყვით, იმიტომ Netflix-ის პროდიუსერებმა მათ ძალიან დაუღეჭეს, მოდი ასე ვთქვათ, რომ იცი რა, ეს სიუჟეტი უნდა გაუმეორო შენ მაყურებელს, იმიტომ რომ ფილმის ბოლომდე სამივე ის უამრავჯერ ჩასკროლავს, დააპაუზებს, ანუ ფილმის ყურებისას მილიონჯერ დაავიწყდება რა და ეგ პრობლემაა, რომ საათ ნახევარი ადამიანი ფილმს ვერ უყურებს, უკვე გადახვევის და რაღაც ასკროლვა ჩასკროლის გარეშე, იმიტომ დაკარგა რაღაც ყურადღების და კონცენტრაციის უნარი. ეს გამოდის. კი, ზუსტად დაკარგა, ანუ ძალიან დიდი ფასი გადავიხადეთ ჩვენ. მე მგონია, რომ ადამიანის ეს კოგნიტური უნარები, რომელიც არის ყურადღება, კონცენტრაცია, მობილიზაცია, ნიუანსებზე ორიენტაცია, სისტემურობა, რომელიც იყო მე-20 საუკუნისთვის ძალიან დამახასიათებელი და თან ერთგვარი დაჯილდოებული იყო ადამიანი, როდესაც ამ კოგნიტურ უნარებს ავლენდა, ხო? რაც უფრო კარგი მოსწავლე იყავი, როგორ იზომებოდა, რომ იყავ ყურადღებიანი, რომ შეგეძლო მაგალითად მასალის ძალიან კარგად ათვისება, რომ აი არ სკიპავდი რა, ზედმიწევნით აკეთებდი რაღაცას, არ ახტებოდი, არ იწყებდი რაღაცის საწყისის და სასრულის წაკითხვას მარტო და შუას არ ავსებდი შენი ინტერპრეტაციით და ასე შემდეგ და დღეს ეს ყველაფერი არის ფაქტობრივად ძალიან იშვიათი.
მით უმეტეს ახალ თაობაში და სულ რომ მიდის იმაზე საუბარი, რომ აი ყურადღების დეფიციტი, ეს ჰიპერდიაგნოსტირება, რომ ყველას აქვს თქვათ ეს ADHD, ხო? ანუ ჩემი აზრით ეს ძალიან დიდ კავშირშია, ძალიან მჭიდრო კავშირშია ზუსტად ეკრანებთან. იმიტომ რომ ეს არ არის რაღაცა, რომელიც მთელი დღე თუ გავატარე ტელეფონზე, მე ხეთში მიმართლებს ერთის მხრივ იმით, რომ სესიების დროს მე მუშაობ 7-8 საათი დღის განმავლობაში და ჩემთან ზის ადამიანი და შესაძლებლობა რომ მე ავიღო ტელეფონი და ჩავხედო, არ მაქვს, ხო, თერაპია ვერ ჩატარდება ეგრე. ამიტომაც ის 8 და 7 საათი ჩემი გონება დაცულია და სხვა ტიპის კონცენტრაციით ვარ დაკავებული. მაგრამ როგორც კი გამოვდივარ სამსახურიდან და ვიწყებ, აი შეიძლება ისე შევყვე და ისე გამექცეს დრო და მე მიჭირს კონცენტრაცია რეალობაზე. აი უცებ გადმორთვაც ნახე, ადამიანის გონება არ არის მართლა ერთ რაღაცა ღილაკზე, რომ შენ ვირტუალურ სივრცეში იყო და შემდეგ ჰოპ, უცებ გადმოერთო. ძალიან კარგად ჩანს ხოლმე თვალნათლივ ბავშვებზე ეს და ჩვენ ზრდასრულებზე ამას ხშირად ვერ ვამჩნევთ, არა და თვალწინ გვაქვს, რომ აი ბავშვი რო სკროლავს და ზის iPad-დან და შენ ელაპარაკები ის საერთოდ ვერ იგებს რაზე ელაპარაკები, იმიტომ რომ ის აქ და ამჟამად რეალურ ცხოვრებაში არ არის, ის არის იქ, იმ რეალობაში. და ხშირად ჩვენ იგივეს ვაკეთებთ ჩვენ შვილებთან, ანუ მეც იგივეს ვაკეთებ, რომ ტელეფონში ვარ, ეს ჩემი შვილი რაღაცას მელაპარაკება და იმისთვის რომ მე გადმოვერთო, ცოტა მეტი დრო მჭირდება, ანუ ადაპტაციისთვის მჭირდება დრო, რაც ძალიან დიდი დარტყმაა ფსიქიკაზე, ყოველჯერზე ერთი რეალობიდან მეორეზე გადართვა, ერთიდან მეორეზე. და რაღაცა დროის მერე კიდევ უფრო მეტად გიჭირს და გიჭირს სწრაფად გადართვა, მეტი და მეტი დრო გჭირდება. და გიჭირს რეალურ ცხოვრებაში უკვე ოპერირება. თუ შენ იძახი რომ მიჭირს არ ვიცი მე სტატიის წაკითხვა, მიჭირს წიგნის წაკითხვა, მიჭირს ფილმის ყურება, მიჭირს რუტინული რაღაცების კეთება, მინდა რომ რაღაცები სწრაფად გადავახვიო. ეს ნიშნავს, რომ მე რეალურ ცხოვრებაში აქ და ამჟამად ყოფნა მიჭირს. იმიტომ რომ რეალური ცხოვრება ძალიან განსხვავებული რიტმის არის სინამდვილეში ვირტუალური ცხოვრებისგან. აქ არ ხდება ესე ჩამოსკროლა რაღაცების. და დისკომფორტში ვარ. რამდენი ხანი შეუძლია გაატაროს ბავშვს აქ განვარცხო უბრალოდ კერძოდ სოციქსელებიც არის პროგრესის ნაწილი. ხო, ამას ვერ ვარყოფ. პირობითად დროს უკან ვერ დააბრუნებ და ჯინსაც კი ვერ უწოდებ. არ არის ხა მარტო ნეგატივი რო იყოს ინფორმაციასაც იღებ პირობითად საკუთარი აზრის გაზიარების საშუალება, თანა მოაზრეების მონახვის საშუალება და ასე შემდეგ. მაგრამ ბავშვებში ეს პროცესი გაცილებით უფრო შეიძლება სახიფათო იყოს, ან რავი, რთული იყოს, მოდი ესე ვთქვათ რა. თან კონტროლის მექანიზმები ხშირად სრულწლოვნებშიც საკმაოდ რთულია სწორი შედარება ეს გემბლინგთან შედარება, ანუ აზარტულ თამაშებთან, ხო? და აი ბავშვებთან რა ხდება? სრულიად ახლა შენ შეიძლება უარი ვერ უთხრა, რა? ან YouTube-ზე ვერ უთხრა პირობითად უარი და YouTube-ი მიუხედავად იმისა, რომ პირობითად სოციქსელი არ არის, ხო? ანუ ის ყველაფერი მახასიათებლები რაც შენ ჩამოთვალე აქვს, რა? და განსაკუთრებით ვიტყოდი YouTube-ის და TikTok-ის შორტების შემოსვლის მერე, როდესაც 30 წამიანი სიუჟეტი გაქვს, ხო, პრაქტიკულად. ფილმებიც კი გამოდის უკვე რაღაც წუთნახევრიან 5 წუთიანი სიუჟეტებით რა და ვიდეო კლიპების პირველი 15 წამი მიიჩნევა უკვე ყველაზე მნიშვნელოვნად, იმიტომ რომ პირველ 15 წამში უნდა ჩაიჭირო მაყურებელი და ასე შემდეგ. ამაზე რა შეტყობდი, ანუ პირველ რიგში ბავშვების კუთხიდან. იცი, შენ სწორად აღნიშნე, რომ პროგრესის ნაწილია და მე არ მინდა რომ ჩვენ მომსმენელმა ჩათვალოს, რომ მე ამის წინააღმდეგი ვარ, არა, უბრალოდ იმ საფასურს აღნიშნავ, რომელსაც ჩვენ აი პროგრესში ვიხდით რა. მაგრამ ნახე, ანუ ყოველთვის პრობლემა არის, როდესაც ბალანსია დარღვეული. ყველაფერში გინდა ბავშვთან, გინდა უფროსთან, ხო? ანუ თუ სოციალურ ქსელს და აი ამ ტიპის ქსელს, სადაც არ არსებობს საწყისი, არ არსებობს სასრული, სადაც უსაზღვროდ ბევრი ინფორმაცია ერთად თავმოყრილი უფრო დიდი დრო უჭირავს ჩემს ცხოვრებაში, ვიდრე რეალურ ცხოვრებას, მაშინ არის პრობლემა.
ანუ მე თუ ჩავხედავ და აღმოვაჩენ, რომ 24 საათიდან სადღაც 8 საათი მძინავს და დანარჩენი 11 საათი მე ონლაინ ვიყავი, ეს ნიშნავს, რომ მე რეალური ცხოვრება არ მიცხოვრია. ეს ნიშნავს, რომ მე არ ვიცხოვრე და მე მთელი ჩემი ყურადღება და მთელი ჩემი დრო შევწირე ვირტუალურ სამყაროს. იქ რა მივიღე, რა დაჯილდოება, ანუ რა ჯილდო მივიღე, რა რისი კომპენსაცია გავაკეთე, ეს სხვა ამბავი. ბავშვთან მიმართებაში განსაკუთრებით საშიშია, იმიტომ რომ ბავშვის ტვინი არ არის ჩამოყალიბებული. ანუ მე 42 წლის ასაკში რომ მიჭირს კონცენტრაცია, იმის მიუხედავად, რომ მე-20 საუკუნის პროდუქტი ვარ და მე-20 საუკუნის გარკვეული რაღაცა იმეებით ვხემძღვანელობ მაინც ხო, აი ამ კოგნიტური უნარებით, რომ აი კონცენტრაცია, ზედმიწევნით რაღაცის კეთება, რუტინულობა და ასე შემდეგ. აი მე რომ მიჭირს. ბავშვს, რომელიც არის 17-18 წლამდე მოზარდიც კი, იმისი ტვინი არ არის ჩამოყალიბებული და შესაბამისად ეს არის უდიდესი დარტყმა მისი თავის ტვინის ჩამოყალიბებაზე. ეს ნიშნავს, რომ ფიზიოლოგიურად, ბუნებრივად რა შესაძლებლობაც აქვს მის ტვინს განვითარების, ამის დათრგუნვა ხდება. ანუ არ ხდება ხელშეწყობა იმ უბნების განვითარების, რომელიც ადამიანს სჭირდება სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის. ვერ ავწდებით, რომელ საუკუნეშიც არ უნდა ვიყოთ ჩვენ, ვერ ავწდებით საჭიროებას კონცენტრაციის. ვერ ავწდებით. და თუ ჩვენ ამას გადავიხდით, როგორც ერთგვარ პროგრესის საფასურს, ნიშნავს, რომ მან კითხვა არის მაშინ, რომ ღირს ეს პროგრესი ამ ხელა საფასურად, მე თუ ჩემი ტვინის უბნები დავთმე, ჩემთვის არ ღირს. მე ამას ძალიან განვიცდი. ძალიან განვიცდი, იმიტომ რომ მე ვხედავ, როგორ უჭირთ მოზარდებს და პატარებს ის ელემენტარული რაღაცები, რაც ჩვენთვის ჩვენ ბავშვობაში იყო ნორმა. მაგალითად, არ ვიცახი კოგნიტურ უნარებზე. მაგალითად, რა გავაკეთო? არის თანამედროვე ბავშვის შეკითხვა გაუთავებლად. რომ შენ თუ iPad-ს წაართმევ, მან არ იცის რა გააკეთოს. ანუ მან არ იცის თავისთავი როგორ გაართოს. მან არ იცის რას ნიშნავს მოწყენილობა. ამ დროს მოწყენილობაში ყველაზე დიდია კრეატიულობის განვითარების უნარი. მოწყენილობა რომ არა, ბავშვი არ დაიწყებს ხატვას, ბავშვი არ დაიწყებს არ გადაშლის წიგნს, ბავშვი არ დასვავს უამრავ შეკითხვებს, ბავშვი არ დაიწყებს რაღაცა ჩხირკედელაობას, რომლითაც ივითარებს ხო სენსორულად, კოგნიტურად, ყველანაირად თავის თავს. არ დაიწყებს. დღეს ისედაც თანამედროვე ბავშვს აკლია ძალიან ბევრი სენსორული გამაღიზიანებელი. ანუ ის დრო, რომელსაც ჩემი თაობის ბავშვები ვთქვათ, ეზოში და გარეთ ვატარებდით და დავრბოდით და არ ვიცი მე დავძრომიალობდით რაღაცეებზე და ვარდებოდით. ეს ყველაფერი ჩვენ განვითარებდა. ან თავიდან ბოლომდე ჩვენი თავის ტვინის განვითარებას მოხმარდა. თავიდან ბოლომდე. ეს ისედაც ლიმიტირებულია თანამედროვე სამყაროში. და დამატებით ამას ემატება ის, რომ შენ აი ეს გამაღიზიანებელი გირთულებს დაძინებას, ანუ ძალიან დიდ დარტყმას აყენებს მელატონინის გამომუშავებას თავის ტვინში, ამიტომაც ბავშვების უმეტესობას და მოზარდების უმეტესობას თავის ეს ღამისწილი დარღვეული აქვს. ღამისწილის დარღვევა თავიდან ბოლომდე ზრდის ჰორმონთან არის დაკავშირებული, ანუ ასევე კონცენტრაციასთან, ასევე მობილიზაციასთან, ასევე მოტივაციასთან. შესაბამისად, ეს არის ისეთი რთული კომპლექსური წრე, რომ ერთი ეს მხოლოდ განათება გამოსხივება რას იწვევს და დამატებით კიდე უამრავი რაღაცა კონტენტი, მე კიდე ანუ კონტენტი, შინაარსი, რისთვის ვარ მე მზად ბავშვობაში, რა ტიპის ინფორმაციის მისაღებად და რა ტიპის ინფორმაციის მიღების შემთხვევაში ჩემი ფსიქიკა შოკირდება. რა რაოდენობაზეც აღარ ვლაპარაკობ უკვე. ჯერ ხო ის რაოდენობა რამ ხელაზე მოქმედება, რომლის გადამუშავებას ვერ ასწრებს თავის ტვინი და ამიტომაც არის ხოლმე ძალიან მაღალი აგზნებადობა. აი როცა იძახიან რომ აი ცევის პრობლემა არის, ძილის პრობლემა არის, მოტივაციის ნაკლებობა არის. აი კითხვა პირველი პედიატრისაც, ნევროლოგისაც, ბავშვთა ფსიქოლოგისაც არის რა დროს ატარებს ბავშვი ეკრანთან. იმიტომ რომ თუ ეკრანთან ის 2 საათზე მეც ატარებს, всё, ამოხსნილია პრობლემა. თუ ეკრანთან არ ატარებს ამ დღეს, მე უკვე ვეძებ სხვა ფიზიოლოგიურ და სხვა ტიპის ფსიქოლოგიურ პრობლემებს. და კონტენტი ჩემთვის ყველაზე შემაშინებელია ჩემ შვილებთან მიმართებაში არის კონტენტი, იმიტომ რომ დროზე მეტად
მაინც კონტენტი ხო ანუ დროსთან ერთად კონტენტი ესე ვიტყოდი. მე ვცდილობ ხოლმე ძალიან ესე მსუბუქად და ეხა უკვე ჩემი შუა თანაქალიშვილი ძალიან მეხმარება პატარასთან ამ კონტენტის გაკონტროლებაში. რომ რას უყურებს? იმიტომ რომ ფსიქოემოციური განვითარება და ფსიქოსექსუალური განვითარება არის ფაზებად. და ეხლა რატო ახსენე ფსიქოსექსუალური განვითარება? ბავშვმა იმაზე ადრე თუ ნახა სექსუალური შინაარსის კონტენტი, არ ვლაპარაკობ აუცილებლად რაღაცა პორნოგრაფიულ კონტენტზე, მაგრამ მისთვის გაუგებარი და მისი ასაკისთვის გაუგებარი სექსუალური შინაარსის კონტენტი. ეს მის ფსიქიკაზე აისახება ისე, რომ შეიძლება ნაადრევად მოხდეს კონკრეტული ფსიქოსექსუალური სტადიის ამოვარდნა და სხვა სტადიაზე გადახტომა. რაც შემდეგ უკვე იწვევს ძალიან ბევრ პრობლემას. აი, არაერთი кейსი მქონია ფსიქოსექსუალურ საკითხთან დაკავშირებით, სადაც აღმოგვიჩენია, რომ კლიენტს ბავშვობაში იმაზე ადრე ქონდა ნანახი რაღაცა სექსუალური შინაარსის ფილმი, ვიდრე მის ასაკს და მის ფსიქიკას შეძლო მიიღო. დღეს YouTube-ზე, TikTok-ზე, ანუ შენ როგორც მშობელს, თან ეს ბავშვები ძალიან ჭკვიანები არიან, ძალიან მოხერხებულები არიან. ჩემზე უკეთესად იციან, როგორ დამალონ უცებ კონტენტი, როგორ გადაახტნენ, რანაირად გითხრან, რომ არა, ეხლა ამას არ ვუყურებ და მე რაც ჩავხედე, ანუ წამოსული არის აბსოლუტურად არა ბავშვის ასაკზე გათვლილი რაღაცა ისეთი მოკლე რილზები, მოკლე ფილმები, რაღაც ვითომ რომანტიკული თავისი სექსუალური შინაარსებით ამითი და უვარდება ბავშვს სკროლის დროს, ანუ ალგორითმი ალბათ შეაჩერებს ყურადღებას და მე ალგორითმი უგდებს და უგდებს და უგდებს და უგდებს. და შინაარსი, მეორე შინაარსი არის ძალადობრივი. ისედაც რამხელა ძალადობის პრობლემები გვაქვს დღეს განსაკუთრებით მოზარდებში. და აი ეს შინაარსი, რომ აქამდე სულ მიბმული იყო იმაზე, რომ აი მოზარდები თამაშობენ ძალადობის შემცველ რაღაცა ონლაინზე და კომპიუტერულ თამაშებს, ხო და არა მარტო თამაში არ არის. რას ვუყურებთ ჩვენ? რანაირი კონტენტი გვივარდება, ეხლა დაწყებული ცხოველებზე ძალადობით, ანუ ახო ადამიანები ხო აბსოლუტურად ყველაფერს დებენ ფილტრაციის გარეშე. აბსოლუტურად ყველაფერს. გაცოდეთ, მაგაგაწყვეტენ, აქ შორს წასვლაც კი არ გვინდა, არის გიგა ავალიანის შემთხვევა და რაც ამოვარდა TikTok-ში ძალადობის ვიდეოები, ანუ ამ არასრულწლოვანებისთვის თავის დროზე რომ მიეხედა შობელს და სახელმწიფოს მსგავსი ტრაგიკული შემთხვევის წინაშე არ დაუდგებოდით და სიმართლე გითხრას TikTok-ზე ამ ძალადობის ვიდეოებს ვერც მივაგენი დავინტერესდი რა, მაგრამ მე შემიძლია გითხრა ძალადობის ვიდეოები საქმიანობიდან რას დამჭირებია მე ხო ანუ რაც ეხლა ვაკეთებ, ეს არა ის, რაც ვაკეთებდი. ხო, უსაფრთხოების საბჭოში რომ მუშაობდი და პლუს სწავლობდი ეროვნულ უსაფრთხოებას და საგარეო უსაფრთხოებას, მიწოდა ძალიან ბევრი ძალადობრივი ვიდეოების ნახვა. მაგათ შემიძლია გითხრათ, რომ ადამიანს წარმოუდგენა თუ გინდა დაკარგო, შეიძლება გადახედო მექსიკური კარტელების ვიდეოებს, საშინელებებია. იგი წარმოუდგენელ საშინელებებს ვერ წარმოიდგენ და ძალიან ის რასაც მივხვდი მე რა ყველაზე მეტად აი რაც ჩემთვის ყველაზე შემზიზღდა შემზარა კომერციალიზირებული იყო ეს ყველაფერი ანუ ამ ყველაფერს კომერციული ფერიც აქვს რა დაცლი არ არის და მეორე მომენტი რაც მინდა რომ შენ შეჩერდე პირველ ყოვლისა ალგორითმი რა როგორ მუშაობს ალგორითმი მაგალითად რომ მოიძიო ინფორმაცია, ნახავ რომ TikTok-ი მუშაობს სხვა ალგორითმით ჩინეთში, შეერთებულ შტატებში და შენთან. სიტყვა. ეხლაც რო იყო ByteDance-თან შეთანხმება, პირობა ერთ-ერთი თორსები გაშღერდა კიდევაც იყო ის, რომ ალგორითმზე კონტროლი არ ექნებოდა მხოლოდ ჩინურ მხარეს. და შესაბამისად ეს ალგორითმი რას გიგდებს და რაოდენობით გიგდებს. ამასაც ალბათ აქვს მნიშვნელობა, ხო? შენსაც ამბობდი
მეტნაკლებად აი რომ მაგალითები რომ მოვყვანოთ საყოფაცხოვრება, ალბათ მნიშვნელობა აქვს ბავშვი რაღაც ქიმიაზე უყურებს ამ სამეცნიერო გადაცემას, თუ უგდებს რაღაცა ეგრეთ წოდებული doom scrolling-ის პრინციპით რაღაცებს, ხო? კიდე თუ არსები აი ამაზე გაჩერდება ბავშვების შემთხვევაში. არის ეგეთი ვიდეოები, რომლებიც ცნობილია კიდევაც რომ დაგუგლო, ეგეც სახელია brain rot-ები. brain rot სიტყვასიტყვას რომ თარგმნობ ტვინის პობა, მაგრამ დაახლოებით კონტექსტს გადმოსცემს. ხო, ანუ აი კონტენტის ამბავში არის ვიდეოები, რომელიც არის ძალიან შემოქმედებითი და სწავლაზე ორიენტირებული. ვთქვათ, აი ჩემი შვილების შემთხვევაში შემიძლია ვთქვა, რომ 70% YouTube-მა შეუწყო ხელი, რომ ინგლისური იცოდნენ ისე კარგად, როგორც იციან. ფანტასტიკურად იციან ინგლისური, ზოგჯერ მგონია, რომ ჩემზე უკეთესად, რომელიც დავდიოდი, სწავლობდი ამ ინგლისურს და დღესაც შეიძლება გამიჭირდეს native speaker-ის ეს რაღაცა ვიდეოს ბოლომდე გაგება, მაშინ როცა ამათ სრულად ესმით. ეს პლუსი არის. მაგრამ რა ჩვენ თქვი რომ აი სხვადასხვა ქვეყნებს აქვთ ეს არის პოლიტიკა ხო? ეს არის პოლიტიკა, ანუ მე ვარეგულირებ ამ ალგორითმს სახელმწიფო დონეზე თუ არ ვარეგულირებ, არა? ეგ არის გულისხმება, რომ მე თუ ჩინეთში სხვა ტიპის არის ამ ალგორითმთან საკითხი, ამერიკაში სხვა არის და ჩემთან სხვა არის, ესე იგი პოლიტიკის ნაწილია, ხო? ანუ ჩვენს გაცხადებული პოლიტიკა ის არის, უნდა თავის ახალგაზრდობაზე და ყველაფერს არის. რა თქმა უნდა და მე მას არ ჭირდება დეგრადაცია. ზუსტად. და აქ არ არის ეგ. აქ არ არის ნება რომ მე ვიზრუნო არა მარტო სოციალური ქსელის დონეზე, არამედ საერთოდ ზოგადად ახალგაზრდა, ბავშვი, მოზარდი, ადამიანი, სტუდენტი, ეს არ არის სახელმწიფო პრიორიტეტი. შესაბამისად, რატო შეიწუხებს თავს იქ ალგორითმზე ზრუნვაზე, ხო? აქედან გამომდინარე, რა რაოდენობის აი ესეთი ტვინის ხალპობი ინფორმაცია შეგხვდება, უკვე თავიდან ბოლომდე მშობლის პასუხისგებლობაა და ბავშვის პასუხისგებლობა. რა მშობლის რო სულ იყოს კონტროლში, რომ ამოწმოს ბავშვი რაზე აჩერებს ყურადღებას. და ბავშვი ყოველთვის აჩერებს ყურადღებას იმაზე, რაც არის საინტერესო. ანუ განვითარებაზე ორიენტირებული ვიდეოს მაინც ასე თუ ისე მეტი ყურადღების კონცენტრაცია სჭირდება, მეტი პაუზა სჭირდება, მეტად გაჩერება სჭირდება და აი ესეთ რაღაცებს არ სჭირდება, ამიტომაც იმას იღებს. და მანდ კიდე რა არის, იცი რა, ხა ჩემთვის მაგალითად ბავშვებს თავი რო დავანებოთ. ჩემთვის ალგორითმი დღეს ასრულებს გახლეჩვის ფუნქციას. ანუ რეალობის გახლეჩვის ფუნქციას, არა მარტო საზოგადოების, არამედ თავიდან ბოლომდე რეალობის გახლეჩვის ფუნქციას. და ამიტომაც გვაქვს ჩვენ ორი საზოგადოება, ორი საქართველო და ორი ალტერნატიული რეალობა. ხო, არა აქვს მნიშვნელობა შენ ამას პოლიტიკის ჭრილში განიხილავ, თუ ამას მოზარდების ჭრილში განიხილავ. იმიტომ რომ იგივე TikTok-ზე შენ აღმოაჩენ კონტენტს, რომელსაც ძალიან დიდი რაოდენობის მოზარდები უყურებენ და აფოლოვებენ და ეს კონტენტი არის აბსოლუტურად არა განვითარებაზე, არა დამოუკიდებლობაზე, არა თავისუფლებაზე, არამედ პირიქით. ძალიან იქით რაღაცა პატრიარქალური, ფუნდამენტალისტური, სხვადასხვა ესეთი დამთრგუნველი შინაარსის მქონე, რომელსაც იწონებენ და რომელიც ნორმალიზდება. ორი რეალობა გვაქვს ჩვენ სოციალურ ქსელში. ჩვენ ხედავთ უბრალოდ ამას პოლიტიკურ ჭრილში, ვინც აქტიურად ვარ ჩართულები, ვთქვათ, პოლიტიკურ პროცესებში, რომ აი არსებობს ჯგუფები, სადაც არიან, ვთქვათ, პროევროპულად მოაზროვნეები და არსებობს ჯგუფები, სადაც არიან ხელისუფლების მომხრეები. არა, საერთოდ ქვეყანა არის ორად გაყოფილი, იმიტომ რომ ვირტუალურადაც ორად არის ქვეყანა გაყოფილი. და მე მაგალითად აღარ მიგდებს სხვა ადამიანების ნაზრებს, რომლებიც შეიძლება ჩემგან განსხვავებულად ფიქრობდნენ. აღარ მიგდებს. ანუ მიგდებს მხოლოდ იმ ნაზრებს, რომელზეც ზუსტად იცის, რომ მე ვეთანხმები. რაც არ არის სიმართლე. ანუ სიმართლის ნაწილია, რომელიც ჩემამდე მოდის. მეორე ნაწილი, რომელიც არის იგივენაირად მნიშვნელოვანი, ის დამალულია ამ ვირტუალურ სამყაროში. მე ვხედავ იმ ხალხს, რომელიც ჩემნაირად აზროვნებს, მე ვხედავ იმ კონტენტს, რომელიც მე მაინტერესებს და ვიღებ ამას როგორც ერთ ჭეშმარიტებას. და ჭეშმარიტება არ არის, ეს არის ის
ერთგვარი ხაზი, რომელიც მე მიჭირავს და ეს არის მხოლოდ ერთი ხაზი. ეს ჩვენ ხშირად გვავიწყდება. ჩვენ განზოგადებებს ვაკეთებთ ჩვენი Facebook კონტენტიდან, ჩვენი Instagram კონტენტიდან, ჩვენ განცდა გვაქვს ხოლმე, რომ აი რაღაცა საკითხთან დაკავშირებით ვართ ბევრი. ალბათ იქით ამხარესაც. მაგრამ სინამდვილეში ეს არის გაყოფილი და ეს ძალიან ცუდია. ეს ძალიან ცუდია, იმიტომ რომ მე თუ სპეციალურად არ დავიწყე ალტერნატიული აზრის ძიება და მე ამას ვაკეთებ, იმიტომ რომ მე მაინტერესებს, რომ ჩემს გარდა რაღაცა საკითხთან დაკავშირებით სხვა ადამიანები როგორ ფიქრობენ. იმიტომ რომ ეს არის ზუსტად სინამდვილეში ავტორიტარული აზროვნება და ავტორიტარიზმი. ნიშნავს, რომ ყველანაირი განსხვავებული აზრი გარდა ერთი აზრისა იყოს მოშორებული. და რა მნიშვნელობა ეს აზრი, არ ვიცი, პროევროპულია, დადებითია თუ არა. უნდა არსებობდეს სხვა აზრებიც. შინაარსობრივად რა თქმა უნდა მნიშვნელობა აქვს. შინაარსობრივად რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მე რა ღირებულებებისთვისაც ვიბრძვი, გამტკიცებული მქონდეს. მაგრამ ეს ძალიან ხშირად ლუპში მაყენებს. ძალიან ხშირად მატყუებს. ისევე როგორც პოლიტიკას რო გავანებოთ თავი. რა კონტენტს ვიღებ მე მაგალითად როგორი უნდა ვიყო? როგორი ქალი უნდა ვიყო? როგორ უნდა ვიზრუნო იმაზე გარეგნობაზე? როგორი სხეულის ფორმები უნდა მქონდეს? როგორ უნდა განვავითარო თავი? ანუ ბომბარდირება მოდის ალგორითმისგან ერთი ტიპის კონტენტის და თუ მე ამით ხემძღვანელობ, მე განწირული ვარ ძალიან ბევრი ფსიქოლოგიური პრობლემისადმი. ძალიან ბევრი. მათ შორის დაბალი თვითშეფასების, მათ შორის შფოთვითი აშლილობის, მათ შორის დეპრესიის, მათ შორის კვებითი დარღვევების, იმიტომ რომ აი ეს სტანდარტიზირებული რაღაცა იმიჯები, რომლითაც ხდება ჩემზე ბომბარდირება, რომელიც იმ ალგორითმიდან მოდის. მე როგორი უნდა ვიყო, რა არის ნორმა? და მანდ უკვე იკარგება შეკითხვა, საერთოდ ვინ ვარ მე? შეკითხვა არის, რომ რაზე დგას ჩემი იდენტობა? და თუ, რა ვიცი, დღის განმავლობაში 13 საათს მე ონლაინ ვატარებ, მაშინ ალბათობა იმისა, რომ ჩემი იდენტობა თავიდან ბოლომდე გარე ვალიდაციაზე იდგეს ძალიან მაღალია. გარე ვალიდაცია. შენი იდენტობა იდგეს იმაზე, ვინ დაგალაიქებს, ვინ დაგგულავს და ამავდროულად, ხო და ახლობთ ამას გვიყვარს. და მეორე კიდე იმაზე, რომ შედარებითი, აი social comparison მომენტი, რა სოციალური შედარების მომენტი, რომელიც ჩვენ ერთ საზოგადოებაში ხო ისედაც ჩემი თაობის ერთ-ერთი ძალიან სერიოზული ტრავმა და დემოტივატორი არის აღზრდაში დაშვებული ძალიან ბევრი შეცდომა, მათ შორის ერთი რა შვილს პერმანენტულად ადარებ ვიღაცა სხვას. ან შვილებს ადარებ ერთმანეთს, ან შვილს ადარებ ვიღაცა მეზობლის შვილს, იქ ნათესავი შვილს და პერმანენტულად თან ადარებ ისე, რომ ამან თავი იგრძნოს ცუდად და ის იყოს აღმატებული. კი, რაიკომის მდივანი გახდა. აი ზუსტად, რა იქ ნახე, გივიკო შენზე უკეთესად ვარჯიშობს, იქ ნინო შენზე უკეთეს ნიშნებს იღებ, იქ თამრიკას რაღაცა. გივიკომ ფაფა შეჭამა მთლიანად. აი, მანდედან იწყება, გივიკომ ფაფა შეჭამათი იწყება, რომ გივიკო კარგია, შენ ცუდი ხარ, ხო? ხო არ და შენი შვილი ხო ხე, შენი შვილი არაა გივიკო. გივიკოს თავის ცხოვრება აქვს, შენ შვილს თავის ხასიათი აქვს, თავის განწყობა აქვს და ამავდროულად კი. ხო, და ეხლა წარმოვიდგინე, რომ ჩვენ რომლებიც ისედაც ამაში ვიზრდებით და ხშირად ჩემი თაობა აგრძელებს აი ამ მანკიერ პრაქტიკას თავის შვილებზე, იმიტომ რომ რა ვიცი, ეს გონია ნორმა, ეს გონია мотиваტორი, რომ მე თუ ჩემ შვილს შევადარებ გივიკოს, არ ეწყინათ ახლა გივიკოების, უბრალოდ მამაჩემს ეკვა გივიკო საწენად უნდა იყოს. მაგრამ მე თუ შევადარებ ჩემ შვილს გივიკოს, ჩემი შვილი უფრო მოტივირდება, ესე ტყუილი, ჩემი შვილი არ მოტივირდება, ჩემი შვილი დაითრგუნება და გაშეშდება. იმიტომ რომ არ არსებობს ბავშვი, რომელიც ნეგატიური შედარების შედეგად მოტივირდება. არ არსებობს. ეხლა ნახე, სოციალური ქსელი რას გიშვება? სოციალურ ქსელში შეგყავს მილიონი გივიკო. მილიონი გივიკო ყავს, მილიონი სხვადასხვა მიმართულებით შენზე უკეთესი. რატომ? იმიტომ რომ ის ქმნის დავარცხნილ, კონტროლირებად, გაშალაშინებულ რეალობას. ნინიკო იქნება, თამრიკო იქნება თუ გივიკო, გაჩვენებს იმას, რისი ჩვენებაც სულს. რომელიც არის ბევრად უფრო ლამაზი, დიდი ალბათობით, ვიდრე ცხოვრებაში მას აქვს. მაგრამ შენ ამას აღიქვა როგორც რეალობას. და რა გიჩნდება?
მის მეოხარ. პირობითად რო თქვა სხვა მხარეს ვახება. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ზუსტად იმ ნაწილს, ხო, იმას რომელსაც აკონტროლებს, ან ყველაზე კარგად რისი კონტროლი შეგვიძლია. ჩვენ ბევრად უფრო კარგად ვაკონტროლებთ ჩვენს ვირტუალურ იმიჯს, ვიდრე ჩვენს რეალურს, ხო? ეხლა მე ავდგები და ჩემ ფოტოებიდან ავარჩევ აუცილებლად იმ ყველაზე ლამას, რომელიც მე მომწონს და იმას დავდებ. ხა რატო დავდებ ისეთ ფოტოს, რომელიც არ მომწონს? ამით იწყება, ხო? დავდებ იმ მოგზაურობის კადრებს, სადაც კარგად ვიყავი და ბედნიერი ვიყავი და იმ მოგზაურობიდან რომ დავბრუნდი და სიტყვაზე ცუდად ვარ, არ ვიცი მე გამიჭირდა, ხელფასი არ ჩამირიცხეს, ვერ ვჭამე, ვერ დავლია, ვერაფერი ვერ ვქენი, იმას არ დავდებ. დავდებ აი იმას. და აი ეს მეორე ადამიანი რას ხედავს? ის ადარებს თავის ცხოვრებას. ხედავს რომ ვიღაცას და არა მარტო რეალურ ადამიანებს, ეხა ხო პლუს AI გენერირებული კონტენტი შემოვიდა, რომელიც იდეალური ფორმებით, ან ბევრი ვერ ცნობს, რომ ეს AI-ის მიერ შექმნილი იმიჯებია, ხო? იდეალური კანი, იდეალური ფორმები, იდეალური არ ვიცი განათლება, იდეალურად ფლობს შვიდენას და ყველა ენაზე ლაპარაკობს. და შენ რა გიჩნდება? შენ გიჩნდება განცდა რომ მე ვერ ვივარგე. და ნახე ეს არ არის შური სხვათა შორის. ეს არ არის შური, ეს არის შური არის რომ იმას რატომ აქვს და რო არ გინდა რომ იმას გქონდეს. და მე რატომ არ მაქვს არის გულის წყვეტა. არის საკუთარი თავის დევალვაცია. რომ ესე იგი მე რაღაცა ვერ ვქენი საკმარისი, რომ მეც ესე ვიცხოვრო. და ამას ემატება კიდე აი ეს ტერმინი, რომელიც შემოვიდა FOMO, fear of missing out. რომელიც ჯერ არ შესულა DSM-5-ში, ფსიქიკური დაავადებების იმაში რა ქვია manual, მაგრამ არის არაერთი კვლევა, რომელიც ადასტურებს, რომ FOMO არის პირდაპირ კავშირში სხვადასხვა ფსიქიკური პრობლემის გამძაფრებაში თუ საერთოდ კატალიზაციაში. ეს არის დეპრესია, ეს არის სხვადასხვა სოციალური შფოთვითი აშლილობები, ეს არის შფოთვითი აშლილობები, ეს არის კვებითი აშლილობები და ასე შემდეგ. რა არის ეს? რომ fear of missing out, ხო, რომ მე მაგ განცდა, რომ რაღაცას ვაკალდები. ანუ შიში მაქვს, ფობია. პირდაპირ ვთარგმნოთ, რაღაცის გამოტოვების შიშია მართლა სიტყვას თქვით ინგლისურიდან. კი. ოღონდ ეს არ არის უბრალო შიში. ეს არ არის უბრალო შიში. ეს არის პირდაპირ მნიშვნელობით ფობია არის, რომ ცხოვრება სადღაც მიმდინარეობს ცხოვრება და მე იმის ნაწილი არა ვარ. და ეს არის ძალიან ღრმა შიში სინამდვილეში. იმიტომ რომ ჩემი აზრით ის მიკუთვნებულობის განცდას ურტყავს. ადამიანისთვის ერთ-ერთი ბაზისური განცდა, რომელიც პირდაპირ გადარჩენაზეა მიბმული, სიცოცხლის გაგრძელების შესაძლებლობაზე და სიკვდილის შიშზე. ეს არის მიკუთვნებულობის განცდა. იმიტომ რომ თუ მე არ ვარ კონკრეტულ ჯგუფისადმი მიკუთვნებული და ეს ჯგუფი მე არ მიიღებს როგორც თავის წევრად, ანუ ჩვენ ჯგუფი და სხვა ჯგუფი, ხო? ალბათობა იმისა, რომ მე გადავრჩი არის ძალიან დაბალი. ანუ ეს არის ეს ევოლუციური მექანიზმი, რომელიც მომყვება იმიდან პირველყოფილი ადამიანიდან. იმიტომ რომ თუ ადამიანი არ იქნებოდა რომელიღაცა თემის, რომელიღაცა ჯგუფის ნაწილი, ჩვენ არ გადავჩემოთ როგორც ინდივიდი ვერ გადარჩება. ზუსტად. ამიტომაც აი ეს ძალიან ძლიერი ადაპტირებაა რა და ადაპტირების ნაწილია კოლექტიური ბრძოლა. კი, და აი ზუსტად რა ეს FOMO ჩემთვის, აი როგორ ზედაპირულადაც არ უნდა ლაპარაკობდნენ, რომ აი FOMO ეს არის პირდაპირ ტელეფონთან მიბმული კონკრეტული შიში, რომ შენ რაღაცას აკლდები, იმიტომ არის ეგეთი ინტენსიური, რომ ის ძალიან ფუნდამენტურ შიშს ურტყავს. რომ მე თუ არ ვარ რომელიღაცა მნიშვნელოვანი ჯგუფის ნაწილი, მე ვერ გადავრჩებ. ამის გაცნობიერება რა თქმა უნდა არ ხდება ცნობიერ დონეზე. მაგრამ ნახე, ჩემი ნერვული სისტემა ზუსტად ისე რეაგირებს, როგორც ირეაგირებდა რაღაცა მნიშვნელოვან დანაკლისზე, რომელიც მე გადასარჩენად მჭირდება. და აი ამ რა ვიცი, უბედურებაში და ტანჯვაში არის ადამიანი სინამდვილეში, თუ ბალანსი არის დარღვეული. ხო? ანუ ამიტომაც მნიშვნელოვანი არის ვიკითხო, რომ მე მართავ სოციალური ქსელი თუ მე ვმართავ მას.
ეგ საინტერესო მომენტია. პირობითად ჩემი სოციალური ქსელი არის Facebook, მაგრამ 3 წელი და ნახევარი პატიოსნად გაუქმებული მქონდა. რა, აი მხოლოდ მესენჯერი მქონდა შენარჩუნებული, ისიც ახლობელ ადამიანებთან საურთიერთობოდ რა და რუსული კანონის დროს აღვადგინე მაისში 2024 წლისთან, ეხლა 2026 წელია უკვე. ვიდა გითხარ რომ დიდად რაღაცნაირად მაკალდაო იმ პერიოდში ვერ გეტყვი, მაგრამ აი ეხლა როგორი მომენტია, იცი რომ ყოველდღურად შედიხარ ძალაუნებურად, რომ ინფორმაცია გაიგო. ამის გარდა მე ჩემ პროფესიიდან გამომდინარე, წარსულში პროფესიიდან, მაგრამ მაინც საგარეო ურთიერთობები და უსაფრთხოება არის ჩემი, რაც მაინტერესებს. ან ყოველდღურად რაღაც ინფორმაცია საკვებად რო მჭირდება, ამას ვიღებ ტელეგრამიდან, რა. მაგრამ აი რაღაც პერიოდებით ძალაუნებურადაც არა, შეგნებულად ვცდილობ ეგრეთ წოდებული დეტოქსი მოვახდინო. ანუ რაღაც პერიოდი არ მქონდეს შეხება სოციქსელებთან რა, განსაკუთრებით ვიტყოდი რომ მოგზაურობის პერიოდში და სვანჩ ზაფხულში ვცავდივარ, აი ამ მომენტში ტელეფონით ვამოწმებ მეც რამდენი ხანი გავატარე და 7 წუთი მქონია მაგალითად კვირის განმავლობაში რა სოციალურ ქსელში, რაც თბილისში რო ჩამოდის, ნუ ბუნებრივია ეს დრო ძალიან იზრდება და აი რა შეგიძლია ამ დროს გააკეთო ადამიანმა. დარწმუნებული ვარ ალბათ მართლა ყველას სჭირდება ეგ დეტოქსიკაცია. იმიტომ რომ კი ნუ შეიძლება რაღაც ამბავი ვერ გავიგო, არ გავიგო, რაღაცას გამორჩი, მაგრამ გლობალური მასშტაბის დიდი ცვლილება რომ მოხდეს, დაგირეკავს ბოლო-ბოლო ვინმე ტელეფონს და გეტყვის რომ რავი როგორ ახარ. ხო? ხო, იცი რა არის, ახლა ძალით როცა ცდილობ რომ ადამიანს გადააგდებინო ეს ტელეფონი, კიდევ უფრო დიდია ხოლმე წინააღმდეგობა რა, აი ბავშვთანაც იგივეა და დასრულთანაც რომ აი ჩემთვისაც რომ უთქვამთ რომ კაი გადადე ახლა ეს ტელეფონი, ბრაზდები, ანუ წინააღმდეგობა მაქვს. კი, წინააღმდეგობა მაქვს და ეგ ყველაზე არასწორია, რაც შეიძლება რომ ჩაერიოს სხვა ადამიანის აი ამ რაღაც თავისუფლებაში, როგორ გამოიყენოს ეს თავისი ტელეფონი და რამდენი დრო გადაიხადოს და ყურადღება გადაიხადოს თქვა თამაში. მაგრამ მე მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როცა შენ იცი თამაშის წესები, მაშინ მან უფრო მეტი კონტროლის უნარი გაქვს ამ თამაშზე, ვიდრე როცა არ იცი. თუ შენ იცი თამაშის წესი, რომ ერთ-ერთი მომენტი, რის გამოც შენ ძალიან დიდ ხანს ჩერდები, ყველაზე უინტერესო ფიდის დროსაც კი, რომ ეს არის ამ ფიდის დაუსრულებლობა და ზუსტად ამაზეა ეს ყველაფერი აწყობილი, რომ რაც შეიძლება უფრო დიდ ხანს გაგაჩერონ. ეს არის უკვე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც შენ გაქვს და შეგიძლია ამ ინფორმაციით უკვე მიიღო გაცნობიერებული გადაწყვეტილება. გავყვე ამ ფიდს ბოლომდე, თუ იქამდე გავჩერდე, სანამ მე დავიღლები და კორტიზოლის დონე მომემატება იმაში გონებაში. მეორე, ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარ თავს კითხო. მე შევდივარ მართლა ინფორმაციის გასაგებად და რეალურად ინფორმაციის გასაგებად 5-10 წუთი საკმარისია. ნუ კაი, ყველაზე მეტი 15 წუთი. თუ მე ანალიტიკურ სტატიებს არ კითხულობ. ხო, იმ დიდ ანალიტიკურ სტატიებს ვტვირთავ და ისევ ვკითხულობ, ამ სოციალურ ქსელის სკროლვას უფრო გულისხმობ და TikTok-ს და რაღაცა, ხო? გადასვლას რაღაც ლინკებზე. კითხო საკუთარ თავს ერთი ძალიან გულწრფელი რამ. რომ მე ეხა ინფორმაციის გასაგებად შევდივარ, თუ რაღაცისგან გავრბივარ. ანუ მე დროის მოსაკლავად გავრბივარ. და რა არის რისგანაც გავრბივარ, იმიტომ ძალიან ხშირად ჩვენ ხო ტელეფონმა მოგცა შესაძლებლობა მარტოობის განცდას გავექცეთ. ოღონდ ეს ფსევდოა. იმიტომ რომ თუ მე მარტოობის განცდისგან გავრბივარ და გავრბივარ ვირტუალურ სამყაროში, სინამდვილეში ამითი რეალური კომპენსაცია არ ხდება. არ ხდება ჩემი მარტოობის განცდის ამოვსება რეალურ სამყაროში. და აი მაგაზე როცა მე მაქვს პასუხი, რომ რისგან გავრბივარ რუტინისგან, გავრბივარ მარტოობისგან, გავრბივარ ჩემი თავისგან, გავრბივარ შფოთვისგან, რისგან გავრბივარ. ეს არის ის მეორე ბერკეტი, რომელიც მიბრუნებს კონტროლს. რამდენი ხანი მჭირდება გასარბენად ერთი, თუ გასაქცევად და მეორე, ეს ის ადგილია, რომელიც მაძლევს შესაძლებლობას რეალური გაქცევის. თუ იქნებ სხვა რაღაცა მჭირდება. და სინამდვილეში ხარისხიანი ურთიერთობა არის მხოლოდ შესაძლებელი ლაივში. იმიტომ რომ ურთიერთობაში არ მონაწილეობს მხოლოდ ჩემი ვერბალური ნაწილი. ეს არის მხოლოდ 15%. აი ხა მე და შენ რო აქ ვხედავთ და მე რაღაცას ვლაპარაკობ, შინაარსი იკავებს მხოლოდ 15%. დანარჩენი მოდის
მიმიკაზე, ჟესტებზე, თვალებით კონტაქტზე, ახლო ადამიანების შემთხვევაში ეს მოდის სხეულის შეგრძნებაზე, იმ სხეულებრივი სითბოს შეგრძნებაზე, ფიზიკურ დონეზე და ემოციაც კი რო არ იყოს დიდად გამოხატული და ექსპრესირებული, ხო? და ყველაზე მეტი თვალებით კონტაქტია. თვალებით კონტაქტი არის მთავარი, რომელსაც შეუძლია ადამიანში ამოავსოს მარტოობის განცდა. და არც ერთ ონლაინ პლატფორმას, არც ერთ ვიდეო კოლს ეს არ შეუძლია, იმიტომ რომ ძალიან მაღალი იყო და ძალიან მომატებული იყო პანდემიის დროს მარტოობის განცდა. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანები იყვნენ ჩაკეტილები, არამედ იმიტომ, რომ ადამიანებს ჰქონდათ ვირტუალური კონტაქტი, სადაც ისმოდა ხმა, მაგრამ თვალებით კონტაქტი შენ ვიდეო კოლით ვერ, შენ არ იცის, მართლა გიყურებს თუ. და ეს არის ზუსტად რომ თუ მესამე ნაწილში მე ჩემ თავს ვეუბნები რომ მე მჭირდება ადამიანებთან ხარისხიანი ურთიერთობა და მე ვხვდები რომ ვირტუალური ურთიერთობა ამას არ მაძლევს. მე ავდგე და ფიზიკური ურთიერთობის მეტი შესაძლებლობა გამოვიყენო. და არის მეოთხე. რა ტიპის აღიარება თუ მე ვარ ადამიანი, რომელიც არა კომუნიკაციაში, არამედ კონკრეტულ აი ამ ფსონები რაც ვახსენე რა, რომ რაღაცას დებ, ხო? დებ პოსტს, დებ ფოტოს, დებ რილს. ანუ რა მჭირდება რომ იქიდან მივიღო? აღიარება, აღრთოვანება, შექება, რა მჭირდება? ძალიან მნიშვნელოვანია მე დავსვა ეს შეკითხვა, რომ ამას რასაც მე ვდებ, ვისთვის ვდებ. და როდესაც იქიდან არ ვიღებ იმ რაოდენობის, არ ვიცი, მოწონებას, იმ რაოდენობის შეარს, რა ხდება? ამით განისაზღვრება მართლა ღირებულება იმისი, რაც დავდე? ეს არის ის საზომი ჩემი იდენტობის? თუ რა არის საერთოდ ჩემი იდენტობა? იმიტომ რომ ხშირად ის ვირტუალური იდენტობა, რომელსაც ჩვენ ვაწყობთ, ხო, ჩვენი სათქმელით იქნება თუ ჩვენი ფოტოებით იქნება, ეს იდენტობა არის ძალიან დავარცხნილი, მართლა დავარცხნილი, იმიტომ რომ მე ვაკონტროლებ, რას დავდებ და რას არ დავდებ. მე როგორ გავარდება რაღაცა, აი ძალიან მაღალია ხოლმე ფოტო, ძალიან ბევრი შეარი თუ აქვს რაღაცას, იმიტომ რომ შენ უკვე არ იცი იქ რა ტიპის კომენტარები წამოვა, ვინ როგორ გაშიარებს, მაგრამ სანამ ეს ხდება, ხო, მე მაქვს კონტროლი რა. და აი შინაგანად ჩემი რეალური იდენტობა შეიძლება საერთოდ არ იყოს ეგეთ დავარცხნილი. შეიძლება იყოს სრულიად ქაოსში. შეიძლება იყოს ძალიან ბევრი ფრაგმენტაციით. და ძალიან დიდი დისონანსი იყოს ჩემს რეალურ მესა და ჩემს ვირტუალურ მეს შორის. აი ბატონო. ერთი რაც მაინტერესებს, აი შენ ახსენე ორად დაყოფილი ქვეყანა რა და მარტო ალგორითმებმა ალბათ ეს არ მოიტანა რა. საბოლოო ჯამში პოლიტიკურად ეს დაყოფა შეიძლება მართველი ძალისთვის, ნებისმიერ ქვეყანაში შეგვიძლია მართველი ძალისთვის მომგებიანი იყოს. რა? ხო, აწყობს ყველას დაყოფა პირობითად ესე ჩამოყალიბო რა, ნებისმიერ ავტორიტარულ და ავტორიტარიზმის მიდრეკილ ხელისუფლებას აწყობს საზოგადოების დაყოფა ჩვენ და სხვებად. us and them რაც არის. მე და მტერი. ხო, ან პირობითად სულ არ იყო არნაირი სოციალური ქსელები სტალინის დროს, თუ ჰიტლერის დროს და ამ შემდეგ, მაგრამ ეს დაყოფა არსებობდა. ხო? დაყოფა არსებობდა ძველ რომშიც, ხო, სპარტაში არსებობდა დაყოფა სპარტელებად და ჰელოტებად. ხო, ან აჩენ რაღაც მოწინააღმდეგეს და ახდენ საკუთარი მომხრეების მობილიზებას. და ძალიან სამწუხარო რეალობა ბუნებრივია, რაშიც ჩვენ ვართ, რომ აი რაღაც მეორე მხარე, რომელსაც ვერაგონებ და ვერაგონებ, იმიტომ რომ იმას მოსმენაც კი არ უნდა. ის ამ ინფორმაციას ან საერთოდ არ იღებს, ან ისხლიტავს, რა. ცალკე კიდე რა მომენტია, რომ არის რაღაცა, რაზეც მაგალითად ორი აზრი ვერ იარსებობს. ოღონდ ეს არაა მაინც და მაინც პრო და არა ევროპული და ამ შემდეგ. ამაზე მიკამათი ადამიანებთან ვესაუბრები ყველა ადამიანს აქვს უფლება ამას თავისი აზრი ჰქონდეს. ხო, მაგრამ ნუ ძალადობა არსებობს მაგალითად წამება ძალადობა რომელიც არ არის ეგ არა, მაგრამ მე სულ სხვა მართლობები არსებობს მეცნიერული ფაქტები. 2+2 უდრის 5-ზე ვერ იდავებ. დედამიწა ბრტყელია თუ არა, სულ მომყავს ეს ფაქტი რა. შეიძლება გადამოწმო კიდევაც
ამერიკის შეერთებულ შტატებში მოსახლეობის 4%-ს მტკიცედ შეერა რომ დედამიწა ბრტყელია და 10%-ამდე არის რომ რა მე რა ვიცი გეუბნება რა და ეს 10% ძალიან მაღალია რომ აიღო 300 მილიონის 10% აიღო თუნდაც 1% იყოს ხო მაგრამ ამ ადამიანს შენ დავას როგორ დაუწყებ აი როგორ წარმოგიდგენია ეგრეთ წოდებული flat earth-ის ბრტყელ დედამიწის თეორიის მიმდევრის გადარწმუნება კოსმოსში წაიყო ან შემოაფრენ არ არის მაგის საშუალება ხო ფიზიკურად ან შეიძლება რაღაც მეცნიერულად თეორიულად დაუხსნა მაგრამ არც მაგას არა აქვს აზრი ხო და კიდე არსებობს კოგნიტიური დისონანსის მომენტი თავად ეს ტერმინი როგორც წამოვიდა ყველაზე კარგად ადასტურებს რომ ადამიანი თუ რამეში დარწმუნებულია იმის გადარწმუნება საერთოდ შეუძლებელია რა კოგნიტიური დისონანსი წამოვიდა საიდან იყო სექტა ამერიკაში რომელსაც ჯეროდა რომ რაღაც დღე X-ი როდესაც ჩვენ უცხო პლანეტელები წაგვიყვანეთ ეს დღე X-ი რო არ დადგა სექტის წევრების უმრავლესობა, სხვა შორის, რომლებიც ღრმად იყვნენ უკვე თავიანთ რწმენაში, თქვენს რომ ეს იმიტომ არ მოხდა და იმიტომ არ წაგვიყვანეს და იმიტომ არ დაიღუპა კაცობრიობა, რომ ჩვენ მაგრად ლოცულობთ, ჩვენ კარგად ვილოცეთ. და გამოსავალი აქედან არ არსებობს და აი ალგორითმები ხა ამას ბუნებრივია, ისედაც ყოფს, და შენ რომ დინოზავრებზე გაინტერესებდეს ინფორმაცია, დინოზავრების გარდა არაფერი არ მომგივარდება. გექნება ბრონტოზავრები, ბრაქიოზავრები და ტირანოზავრები, ხო? და ამას პლუს ემატება ჩვენ და სხვა ქვეყნების შემთხვევაში ხელისუფლების მიერ ორკესტრირებული ტროლები, ბოტები, გვერდები, რომლებიც სპონსორდებიან და ასე შემდეგ და რა იმის კითხვა კი უნდა რაში ხედავ გამოსავალს, როგორ უყურებ ამას? იცი რა არის? მე ერთადერთი რაც მგონია რომ რა შეუძლია ადამიანს გააკეთოს, ხო? ეხლა შენ ძალიან სწორად აღიქვი, რომ კი, სოციალური ქსელის გარეშეც ყოველთვის იყო დაყოფილი საზოგადოებები და ყოველთვის აწყობდა სახელმწიფოს, განსაკუთრებით ავტორიტარულ სახელმწიფოს, რომ საზოგადოება ყოფილიყო დაყოფილი და აი ეს მე ჯგუფი და უცხო ჯგუფი ეს რაღაცა თანდაყოლილი კონცეფციებია, რომელიც ადამიანში დევს, იმიტომ რომ მაგის ხარჯზე უნდა გადარჩეს, იცოდეს, აი რაც თქვი მიკუთვნებულობის განცდასთან, რა რომ მე უნდა ვიცოდე ვის ვეკუთვნი, იმიტომ რომ რა ეს რესურსების სადმე ხელმისაწვდომების თემაც არის, რა არ იყო არასდროს იმდენი რესურსი, რომელიც ეყოფოდა ყველას და ამიტომაც იყო საჭირო რომ ყოფილიყო მე ჯგუფი და სხვისი ჯგუფი და ყოფილიყო ამ ჯგუფებს შორის დაპირისპირება. ფაქტი ის და სახელმწიფო სოციალურ ქსელს და საერთოდ ამ ვირტუალურ სივრცეს სათავისოდ იყენებს და იყენებენ სახელმწიფოები, ხო? ეს ერთი ამბავია, რომ აქ ძალიან დიდი რესურსის მობილიზება ხდება, რომ ისედაც დაყოფილი საზოგადოება კიდევ უფრო მეტად დაიყოს და კიდევ უფრო დიდი და დიდი გეპი გაჩნდეს, რაც არის პრობლემა, რომ დეზინფორმაცია არ არის ერთადერთი, აქ არის манипуляция ძალიან ბევრი ინფორმაციით, ხო? რომ ერთი არის რომ შენ რაღაცა კონტენტის ნაწილს ამბობ და მეორე ნაწილს მალაო, მეორე არის რომ აბსოლუტურად ტყუილ კონტენტს ქმნი და მესამე არის რომ კიდე რაღაცა სხვა ტიპის манипуляციებს და ტვინზე მიდის ზემოქმედება, ხო? აი შიშის ანუ დაშინებით ხდება манипуляცია, სხვა რაღაცით არ ხდება, ადამიანს ეშინია და ასე შემდეგ. მაგრამ ჩვენ თითოეულ ინდივიდს რა შეგვიძლია გავაკეთოთ არის ის რომ არსებობს რაღაცა წესები, რომელსაც მე პირადად ვიცავ რა. აი იმის და მიუხედავად რომ მე გულწრფელად ვიძახი რომ არის საკმაოდ აქტიური მომხმარებელი, განსაკუთრებით Facebook-ის და ჩემთვის Facebook-ი არის პლატფორმა, სადაც მე ვამბობ ჩემს სათქმელს, რაღაც მიმდინარე სიტუაციასთან დაკავშირებით, მაგრამ არ ვდებ ფოტოებს, რაღაცებს, აი მარტო ამისთვის, მაგ მეორე წესი. არასდროს კამათში არ შევდივარ არავისთან. აი უბრალოდ არ შევდივარ. აი ჩვენ რო ადგედა ჩემს პოსტზე მომწერო რაღაცა საკამათო. მე არ შემოვა, იმიტომ კი არა რომ ან არგუმენტი არ მაქვს, ან დავიბენი, ან შემეშინდება. არა, იმიტომ რომ ეს ნიშნავს, რომ მე კიდევ უფრო მეტი ყურადღება და კიდევ უფრო მეტი დრო უნდა დავდო ფსონად ამ ცდილობ ვინმე გადაარწმუნო. არა. ეგა აბსოლუტური სისულელე მიმაჩნია. არავითარ შემთხვევაში. არავითარ შემთხვევაში არ ვცდილობ არავის გადარწმუნებას. მე არ ვეკამათები არც ერთ ტაქსის მძღოლს, რომელიც მაგალითად მეუბნება, რომ რა ვიცი, მთავრობა მოსწონს. არ არის გახართ აკაცუკებ. არ ვეკამათები, იმიტომ რომ აზრი არ აქვს ჩემთვის. შეიძლება ვიღაცა ამის გამო მითხრას, რომ რას ლაპარაკობ, როგორ არა აქვს აზრი. ნახე, მე ერთადერთი რაც შემიძლია ვუთხრა, კამათის არა. მე მჯერა იმისი, სადაც მივდივარ. აი ძალიან ბევრჯერ მithkoms, რომ აი შემომხედე ახლა მე გავარ ან რადიკალს, ან არ ვიცი მე დამნაშავეს, ან ვიღაცას რასაც გვაწეპებენ,
თვალით კონტაქტი ხო? მეუბნები შემომხედე. მე ადამიანი ძალიან სხვათა ადამიანი ძალიან უჭერს როცა სახეში გიყურებს რაღაც ცუდი კითხვას. ბევრად უფრო მარტივი ადამიანისთვის ონლაინ დაგიწეროს რაღაცა. ვიდრე აი პირისპირ სახეში გითხრას ის რასაც ფიქრობს. ყოველთვის უკან წავა. ბევრად უფრო თამამები ვარ და ბევრად უფრო რადიკალურები ვარ ჩვენ ონლაინ ვიდრე რეალურ ცხოვრებაში. ძალიან დიდი სხვაობაა ხო. მაგრამ კამათი არის რომ მე ავდგე და გადავწყვიტო რომ შენ გადმოგიყვანა ჩემს მხარეს თავიდან ბოლომდე. მაგრამ თუ შენ არ გინდა შენ აუცილებლად შემეწინააღმდეგები. დავადა კამათი გადარწმუნებას ხშირ შემთხვევაში მეც მართლა მქონია სურვილით, მცდელობაც რაღაცაში გადარწმუნებას, მაგრამ აი ადამიანს ვერ დაარწმუნებს ხშირად. ადამიანს უნდა უნდოდეს. ნახე, წამყვანი არის რომ ადამიანს უნდა უნდოდეს. კი. ყველაფერს შეეკრია. ადამიანს უნდა უნდოდეს ტელეფონის გადადება და მაშინ გადადებს. ადამიანს უნდა უნდოდეს რაღაცა სხვა ალტერნატიული აზრის მოსმენა და მაშინ მოისმენს. ის შეიძლება იქვე არ გადარწმუნდეს, მაგრამ ჩვენ ხო სინამდვილეში პრობლემა მარტო იმაში კი არა გვაქვს, რომ გადარწმუნება არ ხდება, მოსმენაც არ ხდება. ანუ თითქოს ჩვენ ერთმანეთს სათქმელს ვეუბნებით მარტო იმისთვის, რომ სათქმელი ვთქვათ. და ჩვენი სათქმელი იყოს მთავარი, ჭეშმარიტი. აბსოლუტურად გეთახმებით, კამათი და დისკუსია ეს არ არის ფეხბურთი, ეს არ არის 1-0, 1-1, 2-1, 3-1, 3-3. ანუ კამათის მიზანი, დისკუსიის მიზანი არის ამაში დაგარწმუნა, აზრები გავცვალეთ და თუ ვერ გადავედით ერთმანეთის აზრებზე, თუ მე შენი აზრი ვერ გავიზიარე, მაშინ ცნობილი ინგლისური გამოთქვა, მოდი შევთანხმდეთ, რომ ვერ ვთანხმდებით და აი ეს მგონი ქართველებს გვაკლია, აი let's agree to disagree რა, არა მოდი არა, გინდა თუ არა შენ უნდა დამეთანხმო მე ან მე უნდა დაგეთანხმო შენ. ხო, და მოვიგო. ხო, მოგვიგო. აი მე მაგარი ვარ. გულისხმობდი რომ როცა გულისხმობდი იმას რომ მე არ შევდივარ კამათში, გულისხმობდი აი ამ პროცესს, სადაც მე არ ვცდილობ მოვიგო, მე არ ვცდილობ რომ ის ადამიანი გადმოვიყვანო, მე შეიძლება ჩემი აუცილებლად არასწორი ინტერპრეტაცია არ მოხდეს ამ ნათქვამის. მე აუცილებლად ვიძახი იმას, რასაც ვფიქრობ, მაგრამ მე ყოველთვის მაქვს დაშვება რომ შენ მეორე შესაძლოა ასე არ ფიქრობდე და ზუსტად ისეთი ქვეყნისთვის ვიბრძვი რომ შენ მეორე განსხვავებულად რომ ფიქრობ და მე განსხვავებულად რომ ფიქრობ ჩვენ შევძლოთ შევთანხმდეთ რომ შეიძლება ვერ შევთანხმდეთ ჩემთვის დემოკრატია არის ეს კი ბუნებრივია მე თუ ვარ ღვევ ამ წესს სოციალურ ქსელში მე თუ ვარ ღვევ ამ წესს პოდკასტში მე თუ ვარ ღვევ ამ წესს ტაქსით მგზავრობისას მაშინ რაღაცაა საუბარი მაშინ გამოდის რომ მე ეს წესი საერთოდ არ მესმის მე ეს მესმის და ძალიან ბევრი მეკამათება და ცდილობს ამაზე მეკამათოს რომ არა შენ არ სამეუბნე ოკეი ანუ შენ გაგუპლება ფიქრობ და რომ მე უნდა ვიკამათო მაგრამ მე არ მინდა ამაზე კამათი ელენე დიდი მადლობა მობრძანებისას სტუმრობისთვის დიდი მადლობა საინტერესო საუბრისათვის უბრალოდ თავში რაც ახსენე რა სოციალური ქსელი არის რაღაც უსრული ხო ეგრეთ წოდებული infinite loop არის ამ ჩვენ გადაცემას ყოველთვის აქვს თავის დასასრულად და ასულ თუ გინდა რავი რამე თქვა რეპლიკის სახით თუ რამე თუ გამოგრჩა მოდი ასე ვთქვათ ხო კაია დასრულება ყველაფერს ჭირდება სასრული და ერთადერთი რასაც ვიტყოდი არის რომ მე ძალიან არ მიყვარს რაღაც როგორც ფსიქოლოგების გასულ ელოდებიან რეკომენდაციას რაღაც როგორ გავაკეთო როგორ ვქნა ესა არა აქ არ არსებობს ესეთი პირდაპირი რეკომენდაცია რომ გინდა თუ არა გადადე ტელეფონი მაგრამ თუ უფრო ხშირად შევძლებთ ხოლმე საკუთარ თავს დაუსვათ შეკითხვა რომ მე ჩემი ცხოვრების რა ნაწილს ვატარებ რეალობაში და რა ნაწილს ვატარებ ვირტუალურ სამყაროში და ამას გაცნობიერებულად თუ გავცემ პასუხს ხო მგონია რომ უფრო მეტი კონტროლი მექნება საკუთარ რეალურ ცხოვრებაზე და მაინც რეალურ ცხოვრებაზე უფრო ნამდვილი ავთენტური და შესაძლებლობა რომ ისი ამოვნო არ არის კი ბატონო. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. ეთერში იყო გადაცემა აპოლიტიკური კოდი და ნუ ამ გადაცემის დასრულს ვერ გეტყვით გამოყვეთ თქო, პირიქით არ მოგვისვინოთ და არ გამოყვეთ სოციალებში. მადლობა.